Benzინსა და დიზელზე ფასების მატება დღეს თითქმის ყველა ქსელის ავტოგასამართ სადგურზე შეინიშნება. ზრდა ყველა ტიპის საწვავზე ფიქსირდება. რეგულარის ტიპის საწვავი ზოგიერთ ქსელში 2 თეთრით, ზოგიერთ ავტოგასამართ სადგურზე კი 15 თეთრით არის გაძვირებული. სუპერსა და პრემიუმზე ქსელების დიდ ნაწილში 15 თეთრიანი ზრდაა. ყველაზე მკვეთრად გაძვირება მაინც დიზელის ტიპის საწვავს შეეხო. ბრენდირებული ქსელების ნაწილში დიზელი 18 თეთრით არის გაძვირებული. საწვავის გაძვირებას ნავთობიმპორტიორების საერთაშორისო ბაზარზე არსებულ რეკორდულ მაჩვენებლებს და ახალი პარტიების შესყიდვის ფასს უკავშირებენ. მაგალითად ვისოლი განმარტავს, რომ კომპანიამ არსებული ნაშთების ხარჯზე შეძლო ფასების სტაბილურობის შენარჩუნება 10 დღის განმავლობაში, თუმცა ამჟამად ფასის მცირედით გაზრდა გარდაუვალი გახდა. ეს რომ ამოწურულიყო, მაშინ ჩვენ დღეს უნდა გაგვიზარდა არა 10 თეთრით, არამედ 50 თეთრით, ასე რომ მარაგები არ ამოწურულა, მარაგები ჩანაცვლება ახალით და ამიტომ არის ჩვენ ეტაპობრივ დასვაკეთეთ. სიმბოლურად გავზარდეთ მცირედით რა და მოლოდინები ჯერჯერობით კარგი არ აქვს, იმიტომ რომ ფასები უფრო მაღალი არის, ვიდრე ის ცვლილება ჩვენ გავაფორციელეთ რა და ალბათ გაგრძელდება. თუმცა დავაკვირდებით ტრენდსაც. ჯერჯერობით ხოთ სამწუხაროდ აღმავალი ტრენდი არის და თუ ნავთობი დაიცავს, ბუნებრივია გადამუშავებულ პროდუქტებზეც იმოქმედებს ეს. რაც შეეხება დიზელს, ნავთობიმპორტიორების განმარტებით დიზელზე ფასის ზრდის ტემპი ბენზინის მაჩვენებელს თითქმის 3-ჯერ აღემატება, რაც ასევე გლობალური ბაზრის ტრენდით არის განპირობებული. მათივე შეფასებით პროდუქტზე ფასების მიმდინარე მატება მხოლოდ მინიმალური და სიმბოლურია იმ რეალობასთან შედარებით, რაც საერთაშორისო ბაზარზე ხდება. დიზელზე იზრდებოდა ისედაც ფასი და მაგიტომ ყველაზე მეტად გაიზარდა დიზელი. ახლა დღესაც რო შეადაროთ, დაახლოებით 3-ჯერ მეტად არის დიზელი გაზრდილი ვიდრე ბენზინი. მათის მაჩვენებლით. მარაგები რომ ამოსურულიყო, დღევანდელი ნიშნულები არის 70-80 თეთრით უფრო მაღალი დიზელზე განსაკუთრებით, ვიდრე ეს იყო 10 დღის წინ. ნავთობიმპორტიორთა კავშირი კი განმარტავს, რომ მსოფლიოს სანავთობო ბაზარი ამჟამად უკიდურესად არაპროგნოზირებადია. ამას მოწმობს ფასების მკვეთრი ცვლილებაც, როდესაც ზრდის ხანგრძლივი დინამიკის შემდეგ ბარელი ნავთობის ღირებულება უოცრად 120-დან 91 დოლარამდე დაეცა. ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის თქმით, ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა მსოფლიო ლიდერების ბოლოდროინდელი განცხადებები. ეს არავინ არ იცის, როგორ გაგრძელდება. ეს არავინ არ იცის, მოიმატებს თუ არა კიდე, ან მოიკლებს თუ არა კიდე. ეს არავინ არ იცის წინდაცინ. ნახოთ რა ფასებში შემოვა შემდეგი პარტიები კიდე. მოლოდინი რა თქმა უნდა არის, იქიდან გამომდინარე რომ მსოფლიოს ესე ვთქვათ, უდიდესმა ქვეყნებმა, 7-მა ქვეყანამ გააკეთა განცხადება, რომ ჩვენ გავხსნით მარაგებს, ჩვენ გავხსნით სხვადასხვა ესე ვთქვათ, ნავთობთან დაკავშირებით ესე შესაძლებლობებს, იგივე გააკეთა განცხადება ამერიკამ თავისი მარაგებზე. ირანის ომის დაწყების შემდეგ 28 თებერვლიდან გლობალურ ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავთობის ფასის მკვეთრი ზრდის ტენდენცია ფიქსირდება. ამ პერიოდის განმავლობაში ბარელი ბრენტის ფასი 72 დოლარიდან 117 დოლარამდე გაიზარდა, რაც თითქმის 63%-იანი ზრდა იყო. დღეს მდგომარეობით კი ნავთობის ფასი შემცირებულია და ის 90-95 დოლარის ფარგლებში ივაჭრება. ანალიტიკოსები ასეთ მკვეთრ კორექციას შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებას უკავშირებენ, რომლის მიხედვითაც ირანთან კონფლიქტი შესაძლოა გაცილებით მალე დასრულდეს. თუმცა ფასების მკვეთრი შემცირება სრულად პოლიტიკური განცხადებებით არის განპირობებული და არა მიწოდების რეალური ზრდით. ბაზრის მთავარი მოლოდინი ახლა ჰორმუზის სრუტეს უკავშირდება. დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ აღნიშნულ სტრატეგიულ მონაკვეთზე ვაჭრობა და ტრანზიტი აუცილებლად აღდგება. ბაზარი არის ამჟამად სპეკულაციური და ყველანი ვართ მოლოდინის რეჟიმში. ნიშანი, რასაც ყველანი ვაკვირდებით, ეს იქნება ჰორმუზის სრუტეში უკვე ტანკერების გატარების ნებართვის მიცემა ამერიკის თავდაცვის ძალების მხრიდან, რადგანაც ამერიკა იძლევა პირობას, რომ გარკვეულწილად უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და თუ ამ უსაფრთხოების გარანტიები უკვე ოფიციალურად იქნება და ტანკერები მიიღებენ მწვანე შუქს ამერიკის თავდაცვის ძალების მხრიდან, მაშინ უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი ის პრობლემა, რაც იყო ჰორმუზის სრუტეში, იქნება გარკვეულწილად განეიტრალებული და ბაზარზე მიწოდებაც აღდგება. თუ ეს ასე მოხდება, მაშინ წესით ნავთობის ფასი დაიკლებს. მიუხედავად ბოლო დღეების კლებისა, ომის დაწყებიდან დღემდე ნავთობის ფასი საშუალოდ 30%-ით არის გაზრდილი. როგორც შეიცვლება გლობალური ენერგეტიკული ბაზრები უახლოეს პერიოდში ჯერჯერობით რთული სათქმელია. როგორც ნავთობიმპორტიორები განმარტავენ, ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასების შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ფასად შემოვა შემდეგი პარტიები საქართველოში.